მაშინ სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად. 40 დღეს და 40 ღამეს იმარხულა. ბოლოს მოშივდა. მიუახლოვდა მას მაცდური და უთხრა: თუ შენ ღვთისძე ხარ, თქვი რომ ეს ქვები პურებად იქცნენ. ხოლო მან მიუგო პასუხად: დაწერილია რომ არა პურით ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთისპირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით. მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე. უთხრა მას: თუ ღვთისძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, ვინაიდან დაწერილია, თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოკრა. იესომ უთხრა მას: ასევე დაწერილია, არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა წუთისოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება. უთხრა მას: ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ. მაშინ იესომ უთხრა: განვეთ სატანავ, ვინაიდან დაწერილია, უფალს შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მიახლენ და ემსახურნენ მას. გაიგო იესომ რომ იოანე დაპატიმრებულია და წავიდა გალილეას. მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვისპირას მდებარე კაპერნაუმში, ზებულუნისა და ნეფთალის საზღვრებში, რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: ზებულონის მიწა და ნეფთალის მიწა, ზღვისპირა გზა იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეა. ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, იხილა დიდი ნათელი, ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ, ნათელი ამოფრწყინდათ. იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათასასუფეველი.